გამარჯობა თურქეთო ტელემაყურებლებო ვაგზელებ ჩემს ავტორობადაც და ჩემ აფხაზეთო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი ირაკლი გოგავა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანალიტიკოსი და რაც მთავარია ბატონი ირაკლი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფიგურა გახდა სწორედ ისეთ სატელევიზიო გადაცემაში როგორიც არის სალტე, მაგრამ დღეს იმდენი გააკეთა ბატონმა ირაკლიმ, მოვიდა ჩვენთან მომზადდა და ჩვენთან ერთად გავაანალიზებთ შენი სიტუაციებს, რაც დღეს ხდება იმდენად საქართველოში არა, რამდენადაც საქართველოს სიტუაციაშია უგერაბლო პროცესების მიმდინარეობს, ეს მოგონი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის თავი არის აფხაზეთის საკითხი, იმიტომ რომ აფხაზეთის საკითხი ცოტა სხვა რაკურსით დგება უკვე დღეიდან. და ეს ვიცი ჩვენ ძალიან კარგად და ბატონი ირაკლი ამ საკითხში ძალიან კარგად არის გათვითცნობიერებული და მე დარწმუნებული ვარ რომ დღეს ძალიან საინტერესო საუბარ შემოგთავაზებთ ამ თემასთან დაკავშირებით. მოგესალმებით ბატონი ირაკლი, დიდი მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან სტუდიაში და ჩვენ ვისაუბროთ იმ ტკივნეულ საკითხზე, რომელსაც მე მგონია რომ ჯერჯერობით ბოლო არ უჩვენთ, მაგრამ მოვავთ დრო და დარწმუნებული ვარ რომ ეს საკითხი გადაწყვეტისაკენ რომ წავა ნელ-ნელა ამაში დარწმუნებული ვარ. მოგესალმებით ბატონო, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. თქვენ ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი წამყვანი ბრძანდებით თან თემად გადაცემის ისეთი, რომელიც ჩვენთვის პრინციპში არის ნომერ პირველი თემა, აფხაზეთის საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ეს მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ აქტუალიზაცია სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად არის ამ თემის. მიუხედავად იმისა, ახლა ვინც საქმეშია ჩახედული და მათ ესმით, რომ ეს ამაზე უმნიშვნელოვანესი საკითხი პრინციპში არ არსებობს ქართველი ერისთვის გამომდინარე საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და გამომდინარე თუნდაც იგივე აფხაზების ინტერესები. თავის დროზე მოხდა მანიპულირება ქართველებით, აფხაზებით მოხდა ორი ხალხის დაჯახება, ისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო თავისუფლად, იმიტომ რომ არც ერთი მხარის ინტერესში არ შედიოდა ეს ამბავი, შეიძლებოდა თამაშის წესებზე მოლაპარაკება ახალ სამყაროში, მაგრამ ჩვენც დავაშავეთ, იქით ამ მხარესაც დააშავეს. ჩვენთანაც რიტორიკა იყო რადიკალური რიტორიკა ჭარბობდა, აგრესიულობაც იყო და პატარა ხალხებმა ერთგვარი თავდაცვითი ინსტინქტების გამოისობით იმუშავეს. თუმცა თავარი რა თქმა უნდა გარედან მხარდაჭერა და პროვოკაციები იყო. საჭირო იყო აფხაზეთის და ქართველების შეტაკება. იმისთვის, რომ გაჩენილიყო მუდმივი გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთს და საქართველოს ურთიერთობებს შორის, რათა ეს ურთიერთობები ვერ დაალაგებულიყო და ეს გეგმა, რა თქმა უნდა, შემუშავებული იყო იმ ძალების მიერ, ვინც დაინტერესებულია რუსეთის იმპერიის შეკავებით, რუსეთის სახელმწიფოს შეკავებით. ეს მაშინ გლეხურად რო თქვა ჭამეს რუსეთის ელიტებმა, პრორუსულმა ელიტებმა, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რუსეთში მაშინ ელიტა იყო, დასავლეთის სამსახურში იყო ფაქტიურად ყველა. და პრინციპში იმოქმედეს საკუთარი ეროვნული ინტერესების საზიანოდ. იმ დროს, როდესაც პირიქით მათთვის უმჯობესი იყო, მთელი რუსეთის პერიმეტრზე ყოფილიყო არამტოლი სახელმწიფოები, შეიძლება მეგობრობა და რაღაცა სტრატეგიული მოკავშირეობის გაფორმება არ მოხდარიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხიფათები, მუქარები და რისკები პერიმეტრის, ანუ ბუფერული ზონის სახელმწიფოებისგან რუსეთს არ ეკრებოდა. სხვანაირად რო ემოქმედათ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ვინც მიიღო გადაწყვეტილება სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერისა მოსკოვში, ისინი მოქმედებდნენ მაშინ რუსეთის ეროვნული ინტერესების საზიანოდ. და ეს ვხედავთ ჩვენ ამის შედეგებს ახლა. ამის შედეგები არის ის, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გამო მოლდოვა ანტირუსულ სენტენციებზეა. საქართველო ასევე, ახლა შეიძლება მარადიული კონფლიქტია უკვე საქართველოში. კი, ანუ პლუს ჩვენ კარგად უნდა გავიხსენოთ, რომ 90-იან წლებში, როდესაც
კავკასიაში საბრძოლო მოქმედებასაც წარმოებდა ჩეჩნების წინააღმდეგ რუსეთი, საქართველოს ტერიტორია იყო გამოყენებული გარკვეული ხარდაჭერისთვის. Კიდევ ეს ცოცხალი ძალის გადასროლა იყო, თუ იარაღის მიწოდება, მედიკამენტების დაჭრილების გამოყვანის და ასე შემდეგ. ანუ რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასია არის ძალიან მოწყვლადი რეგიონი, სადაც იულია სეპარატისტული და ანტირუსული სენტიმენტების გაღვივება და თუ ეს მხარდაჭერილია ტერიტორიულად უმაგრებს და ესე იგი საქართველოს ტერიტორია, აზერბაიჯანის ტერიტორია, ორივე ტერიტორია იყო მაშინ გამოყენებული, ხო, ჩრდილოეთ კავკასიური მოვლენებისთვის. და რუსეთს ეს რა თქმა უნდა ესმიდა, რაღაცა შემთხვევაში არ აწყობთ, რომ ხდებოდეს მსგავსი რა. დიდი თამაში, რომელიც მე-19 საუკუნეში დიდმა ბრიტანეთმა წარმოიწყო კავკასიაში. სწორედ ამას გულისხმობდა. ამას გულისხმობდა, რომ სამხრეთ კავკასიიდან მოხდა იყო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების აჯანყება მოსკოვის წინააღმდეგ. და ძალიან ბევრი რესურსი ჭირდება რუსეთს, რომ ეს ყველაფერი მოაგვაროს მერე ბრძოლებით, სამსახურების ოპერაციებით, ანტიტერორისტული ოპერაციები დღემდე არ მოჩერდება, მაგალითად ჩრდილოეთ კავკასიაში. ანტიტერორისტული რეჟიმი მუდმივია იქ ფაქტიურად. და ეს ყველაფერი ძალიან ძვირი უждდება. გაცილებით უფრო ძვირი, ვიდრე დავუშვათ საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა საკავშირო ბიუჯეტიდან საქართველოს რესპუბლიკის დოტაცია მაგალითად. ხო? მე რაც ვნახე სტატისტიკაში, ხა იქ არის მოსაზრებები, რომ თითქოს გვარჩენდა ხა საბჭოთა კავშირი, ანუ ცენტრი და ეს ასე არის. მე ვნახე და გავაანალიზე პირველი 5 წლების მონაცემები, 90%-ზე მეტი შიდა რესურსებით გაკეთდა ყველაფერი. როცა ლავრენტი ბერია პირველი 5 წლები დაიწყო 27-28 წლიდან. შიდა რესურსები იქნა მობილიზებული და უკვე მაშინ საექსპორტო პროდუქციაც კი გადიოდა საქართველოდან და არც თუ ისე ცოტა. შემდეგ მოხდა უკვე მეორე 5 წლებში ცოტა დახმარება მიიღეს, მაგრამ ეს არ აღემატებოდა 5-7%-ს. ამიტომ ის მითი, რომ თითქოს ცენტრი არ ჩენდა საქართველოს, ეს მხოლოდ მითია. იყო დახმარებები საშუალოდ 400-500 მილიონი მანეთი სხვადასხვა წელს, სხვადასხვა დროს საშუალოდ ასეთი თანხებია, მაგრამ ეს იყო არაუმეტეს 10%-ისა ბიუჯეტის და 4 მილიარდი მანეთი იყო ბიუჯეტი დაახლოებით. და ეკონომიკის სიდიდეს რო შევადაროთ, იქ რაღაცა 1%-ია საუბარი. საქართველოს ძალიან განვითარებული იყო და ეს მითები ჩვენ არ უნდა, თუმცა რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები მოდიოდა. და პროექტები ეს ყველაფერი. თუ ეს ცოტა სხვაგან გადავედით ახლა ჩვენ. მაგრამ აფხაზეთზე რა შეიძლება ითქვას? პრინციპში რუსეთში დღეს იმის გაგება უფრო გაზიზარდა იმისა, რომ ეს პერიმეტრის ქვეყნებთან მოხსნან გამაღიზიანებელი ფაქტორები, ეს საჭიროება, ამ საჭიროებას ხედავენ. ამას გარდა არის მეორე მოტივატორი, რატომაც რუსეთი შეეცდება კონფლიქტური პრობლემების გადაწყვეტას, ეს არის უკვე ჩინეთის და ინდოეთის დაინტერესება კომუნიკაციით. და ერთგვარი საერთო ევრაზიული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს საზღვაო ვაჭრობის გადმოტანას ხმელეთზე. ამაში შედის ჩინეთის პროექტი, ერთი გზა ერთი სარტყელი, ამაში შედის ინდოეთის პროექტი, ბომბეის სანქტ-პეტერბურგის სავაჭრო მაგისტრალი, რომელიც მათ შორის მოიაზრებს საქართველოზე გავლას. აი ეს ორი ფაქტორი მუშაობს. ჩემი აზრით მე ანალიტიკასაც ვეცნობი, ხო, რუსულ წყაროებში რუსები კონფედერაციის ვარიანტს განიხილავენ, როგორც მათთვის მისაღებს, რომ მოხდეს კონფედერაციის ამ ეტაპზე.
კონფედერაციის გაფორმება საქართველოს წყილვას, აფხაზეთს. ეს ახალი მომენტია ახლა იყო, მაგრამ ბატონო თუ რა. კონფედერაციაზე ყოველთვის იყო მსჯელობა. დიახ. მაშინ აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროსაც კი, როცა პაუზები იყო და დროებითი ზავები ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება. მაგრამ ეს რა თქმა უნდა საქართველოსთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. იმიტომ რომ საქართველოს თავისი ისტორიული გამოცდილებით და ბოლო 2 საუკუნის გამოცდილებით საქართველოს შესაძლოა იყოს ფედერაციული სახელმწიფო და ჩემი აზრით უმჯობესია რომ იყოს ფედერაციული სახელმწიფო მეტი უფლებებით არა მარტო აფხაზეთი და ავტონომიურ რესპუბლიკებზე, არამედ რეგიონებისთვისაც მეტი უფლებები. ეს გაცილებით მეტ განვითარებას მოგვიტანს. დღეს ჩვენ ხედავთ რას, რომ რაღაც თავკომბალასავით თბილისი ვითარდება არნახული ტემპებით, ბათუმიც, მაგრამ და რეგიონები ამ ტემპს ვერ უწყობენ. რატომ? იმიტომ რომ არ აქვთ მათ ეკონომიკური მოქმედების და საქმიანობის დამოუკიდებლობა. თვითონ რომ იყვნენ დამგეგმავები თავისი ეკონომიკური, სოციალური, ინფრასტრუქტურული განვითარების გაცილებით წინ წავიდნენ. მაგრამ ეს ყველა ესეთი ბიუროკრატიის სცენია, ასე ვთქვათ, როცა ცენტრში მოკალათებულ ბიუროკრატს და ჩინოვნიკს არ სურს გაუშვას მართვის სადავეები და გავლენის სადავეები. აქ აუცილებლად ის არ ეგულისხმება რომ კორუფციული თემა. არა, უბრალოდ ჩინოვნიკის ბუნება ასეთი. ამიტომ აქ შესაძლოა არის მკვეთრი პოლიტიკური ნება, რომ რეგიონები მოხდეს დეცენტრალიზაცია ხელისუფლების, გადაეცეს სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, მათ შორის კულტურული, სპორტული ეს უფლებები გადაეცეს რეგიონს და მოხდეს გამსხვილება ჩვენი ტერიტორიული მოწყობის არა მუნიციპალიტეტები და ეს უკვე რეფორმას მოითხოვს ეს კონსტიტუციური თვითმმართველობის რეფორმას მოითხოვს ძალიან სერიოზულად. იმიტომ რომ ეს მუნიციპალიტეტები რაც დღეს გვაქვს ეს ფაქტობრივად არის საბჭოთა რაიონების სისტემა, ხო, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა და მე ვფიქრობ რომ ის არ შეესაბამება ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას. ისტორია არ ეთყუება ახლა, ისტორია ჩვენ შემოგვინახა რა მხარეები, ისტორიული მხარეები. თავისი მურები. რა თქმა უნდა. თითოეული ქართული მხარე ეს გახლავთ თავისი კულტურით, თავისი კულინარი, თავისი სოციალურ-ეკონომიკური კავშირებით, იმიტომ რომ მხარე როგორ ყალიბდება პირველ რიგში ყოველთვის განაპირობებს გეოგრაფია. გეოგრაფია, ლანდშაფტი, ტოპოგრაფია. აფხაზეთის მხარე იყო უბრალოდ შემდეგ მოხდა ოსმალეთის იმპერიის მიერ გავლენის მოპოვება და შეუცვალეს რელიგიაც, ენაც სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, მე კი მართალია რუსებმა ეთნოცმენა ჩაატარეს და მუჰაჯირობა მოუწყვეს, მაგრამ მენტალიტეტზე გავლენა, რა თქმა უნდა, მოახდინა ოსმალეთის იმპერიის ჩრდილოეთ კავკასიაში და აფხაზეთის დიდ ნაწილში ბატონობა. და ერთგვარად მენტალურად დაგვშორდნენ, თუმცა ქრისტიანი აფხაზებიც არის, რაც მისასალმებელია და ზოგადად ახლა აფხაზი ინა ქრისტიანი იყოს და ისლამის მიმდევარი ჩემი აზრით უფრო წარმართობისკენ უფრო იხრებიან და მე გაუგნებული უყურებდი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატები როგორ დალოცა მათმა უხუცესმა ქურუმმა, რომელსაც შუბზე საქონლის ფუცხვრის კულღვიძი ჰქონდა წამოწმული. ნუ ეს მათი წარმართული რელიგიის ასე ვთქვათ შედეგებია, რომელსაც დღემდე პატივისცემენ, ხო ეს ნარტები, მათი 12 ღმერთი ნარტები. ჩრდილოეთ კავკასიაში ან ქრისტიანობამდე ეს იყო გავრცელებული, საქართველოს თაშიც იყო გავრცელებული, მაგრამ ჩვენთან ქრისტიანობამ ჩაანაცვლა ეს ყველაფერი. და ესეც იწვევს გაუგებრობას ქრისტიანობიერ დონეზე სხვათა შორის, მაგრამ დაუბრუნდეთ იმას, რომ საქართველოსთვის კონფედერაცია ვერ და არ იქნება მისაღები, ამის განხილვაც კი ჩვენ ამისი ისტორიული გამოცდილება გაგვაჩნია. ხო, კი, მოყავთ შვეიცარიის მაგალითი ბატონო მურმან, მაგრამ შვეიცარიაში კლასიკური კონფედერაცია არ არის. იქ კანტონები რაც არის, დამოუკიდებელი კი
კი არ არის და გასვლის უფლებით და რაღაცა, სხვანაირი კონფედერაციაა შვეიცარია. და ფედერალური სისტემა მაქსიმალური თვითმმართველობით, მაქსიმალური ავტონომიით, უსაფრთხოების გარანტიებით აფხაზეთისთვის იქნებოდა იდეალური, იმიტომ რომ თუ ისინი თავის წარსულს გაიხსენებენ, არც თუ ისე ცუდად ცხოვრობდნენ ქართველებთან ერთად. აფხაზეთი იყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონი მთელ საბჭოთა კავშირში. და ვინ გააკეთა ეს? ეს გააკეთეს ქართველებმა, საქართველოს სიაში გააკეთა ეს, ხო? უნივერსიტეტი, სკოლები, ლიტერატურა, მეცნიერება, სანატორიუმები, ვინ დაიწყო ეს ყველაფერი, ლავრენტი ბერია. ამიტომ ობიექტურად რო შევაფასოთ, ჩემი აზრით რეალისტურია ქართველების და აფხაზების შერიგება. მე ვფიქრობ, რომ აფხაზებს ესმით, რომ მათი ახლა რაღაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჭკვიან აფხაზებს, ეს ახლა მითია და დროებითი მოვლენაა. ვერც ერთი პარამეტრით, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, არ შეესაბამებიან არც ერთ პარამეტრს. ამიტომ ეს არის დროებითი მოვლენა, გამომდინარე იქიდან, რომ ელცინის რუსეთმა, ელცინის ხელისუფლებამ მაშინ დაუშვა რუსეთისთვის დამოუკიდებელი შეცდომა, როდესაც მხარი დაუჭირა სეპარატიზმს, რაც მერე ბუმერანგებით დაუბრუნდა ჩრდილოეთ კავკასიაში. და ახლა კიდე აგერ უზარმაზარი ბუმერანგი უკრაინის სახით გაიჩინეს ეს პრობლემა. მოკლედ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ალბათ, გამოვიჩინოთ კი არა მოთმინება, სტრატეგიული მოთმინება. ეს სამხედრო გზით დაბრუნება, მე და თქვენ არაერთხელ გვითხოვთ სამხედრო გზით დაბრუნება. ეს შედეგიც არ იქნება ის. ეს ჩვენი გზა არ უნდა იყოს. თუმცა როგორც ვარიანტი დევს და მომავალში შეიძლება ისეთი ხელისუფლება მოვიდეს საქართველოში, ვინც ამაზე იფიქროს და გააკეთოს სცადოს, ესეც არ გამოვრიცხოთ, მაგრამ დღეს საზოგადოების განწყობა და ამ ხელისუფლების განწყობა არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზა, რაც მე მიმაჩნია სწორად რატომ, იმიტომ რომ სამხედრო გზით აფხაზეთის დაბრუნება, ან თუნდაც ყინვარის დაბრუნება, ეს ნიშნავს შემდეგი თაობებისთვის პრობლემის გადადებას. გადაბარებას და არა პრობლემის მოგვარებას. ჩვენთვის ოპტიმალური არის, რომ ქართველებმა და აფხაზებმა მოილაპარაკონ ერთად ცხოვრების წესს. შეთანხმდნენ წესებზე, შრომის დანაწილებაც შეიძლება მოხდეს, ხო, დაუშვათ აფხაზებს შეიძლება ჰქონდეთ შიში, რომ აი ქართველები დაგვჭაგრავენ, რაღაც გაგვიყავენ ეკონომიკური ცხოვრებიდან. ამიტომ მათ შეიძლება მივცეთ რაღაც დაუშვათ ძალოვანი ინსტრუმენტები, რომ თავის დასაცავი საშუალება ჰქონდეთ. მაგრამ ამავე დროს ეს უნდა დაბალანსდეს მაგალითად სხვა სამართალდამცავი უწყებით, სასამართლოებით, პროკურატურა იქნება ეს თუ ასე შემდეგ და მოკლედ ბალანსის მოძებნა ბატონო, რა თქმა უნდა შეიძლება. ისე რომ იმან აფხაზმა იგრძნოს თავი დაცულად, ფიზიკურად დაცულად და მარტო ფიზიკურად დაცულობაც ხო არ არის, არა ეკონომიკური ინტერესები, ახლა ხალხს აინტერესებს, რომ ოჯახები არჩინონ. ამიტომ უნდა მიეცეს მათ ბიზნესში მონაწილეობა, საკრედიტო რესურსები და ეს მაგალითად საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა კიდევაც, რომ ჩვენ შერიგების შემთხვევაში $10 მილიარდ ჩავდებთ აფხაზეთში. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ეხლა შეიძლება ერთ წელიწადში არ ჩაიდოს, მაგრამ 5-6 წელიწადზე რო გადანაწილდეს, ეს საოცრებით რეალურია. აი ბათუმში არის ეხლა უკვე $6 მილიარდი ჩადებული ბათუმში, ერთ ქალაქში. და რაღაც მე არ მომწონს ახლა, იმიტომ რომ ჩემი მშობლიური ქალაქია და ის ბათუმი მომწონს, მაგრამ რაღაც ბევრს ახალგაზრდობას მოსწონს ეს სათამბჯენები და შუშები და ასე შემდეგ. და გარდა ამისა კიდე აფხაზეთის პრობლემა რა არის? პრობლემა რომ ერთი არის დემოგრაფიული პრობლემა, საოცარი დემოგრაფიული ზამთარი აქვს. რეალურად ხდება კატასტროფული შემცირება აფხაზების რაოდენობის. თვითონ კი აქვეყნებენ რაღაც 125 თუ 128,000 ვარ თუ, მაგრამ რეალურად ორჯერ ზრდიან თავის ციკლს. რატომ? იმიტომ რომ არის დიდი ემიგრაცია რუსეთისკენ და ევროპისკენ. ჩამოდიან ქართულ პასპორტებს იღებენ და ევროპაში მიდიან ვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ 5 მაქსიმუმ 6 წელიწადში აფხაზები ყველაზე დიდი რაოდენობა აღარ იქნება აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკურ ჯგუფებს შორის, იმიტომ რომ იქ ცხოვრობს 45,000 ქართველი, 42,000 სომეხი და 22,000 რუსი და სხვა რუსულენოვანი უკრაინელები და ბელორუსი. ამ ბალანსში 5 წელიწადში ისინი პირველ ადგილს დაკარგავენ, როგორც ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი დღევანდელ აფხაზეთში და 15 წელიწადში გადავლენ მესამე მეოთხე ადგილს. ეს სერიოზული რისკია მათთვის და კულტურა, ახლა აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა ესეც ვითარდებოდა საქართველოს ქოლგის ქვეშ და საქართველოს ხარდაჭერით. პირველი საუნივერსიტეტო ცენტრი საქართველოს გაუხსნა, ხო, დააფინანსა და გაუხსნა და ინახავდა პროგრამას. მოკლედ, თუ ვინმე მოაზროვნე იქ არის და მე ვიცი რომ არის, უმრავლესობა შეიძლება არა, მაგრამ ნაწილი აფხაზური მოაზროვნე საზოგადოების, ვფიქრობ, რომ მომავალზე თუ ფიქრობენ, გადაწყვეტილება მისაღებია, მაგრამ ისიც მესმის, რომ მაგათ როგორც უნდათ რაღაც დაალაგება ურთიერთობის, ყველაფერი გასაღები ამ კონფლიქტის, რა თქმა უნდა, მოსკოვშია, რუსების ხელშია და რუსებს თითქოს აქვთ განწყობა, მაგრამ ნუ როგორ არის იცით, რა ვიცი, მე რას შევადარებდი, იცით, ბავშვი შოკოლადის კამფეტს რომ მოკიდებს ხელს და მოხდა ბავშვისთვის შოკოლადი არ შეიძლება და რო ვერ აშვებინებ, აი ეგეთი ვარიანტი ამ დროს თვითონაც ესმის იმ ბავშვს შოკოლადი. მაქსიმუმ რაზე არის რუსეთი წამსვლელი ბატონო ირაკლი? ნუ რუსეთის ბოლო ჩვენ მე ვჟელობ ახლა ანალიტიკური მასალებით, რომელსაც აქვეყნებს მაგათ მთავრობასთან ორბიტაზე მყოფი მოლაპარაკებები თუ ექსპერტები, ეს იყო შევთავაზოთ კონფედერაცია. ნუ ეს გამორიცხული მე ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის და ინდოეთის ინტერესი მართლა რეალურია და თვითონ რუსებს თხოვენ დებლოკაციას ამ კომუნიკაციების. და რატო თხოვენ იმ ჩინეთისთვის და ინდოეთისთვის სახმელეთო კომუნიკაციების გახსნა, მათ შორის აფხაზეთის გზის, რკინიგზის, როქის გვირაბის, რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ისინი ხედავენ, რომ ლარსი ვერ ერევა ბრუნვას, ლარსი არის ასეულობით და ათასობით ტრაილერის რიგი, 600 მანქანაზე მეც დღეში ვერ უშვებენ და მოთხოვნა და მოძრაობა გაცილებით მეტი. რატომ? იმიტომ რომ მარტო ქართული ტვირთები კი არ მოძრაობს, ძირითადად მოძრაობს სომხური ტვირთები, თურქული ტვირთები, აზერბაიჯანული, ერანული და ერაყული ნოვრებიც კი ნარადი. ანუ ინდოეთს, ირანს ამათ ესმით, რომ ლარსი ვერ წაიღებს ამ ტვირთებს. ირანს კი არსებობს აზერბაიჯანის მარშრუტი, მაგრამ ის უფრო გრძელია, თან ირანს და აზერბაიჯანს დაძაბული სპეციფიკური ურთიერთობები აქვს. აი ირანს ურჩევნია მაგისტრალმა იმუშაოს სომხეთს, საქართველოზე და რაც იძლევა საშუალებას ევროპაშიც წავიდეს მათი ტვირთი და ინდოეთის ტვირთი და რუსეთის მიმართულებითაც. და რატო გამწვავდა ეს საკითხი მათთვის? იმიტომ რომ თუ დიდი ომი მოსალოდნელია და ბევრი ელოდება დიდ ომს, იმიტომ რომ ხდება მსოფლიო ახალი წესრიგის ფორმირება და ეს ომის გარეშე იშვიათად ხდება ხოლმე, ნუ ომის გარეშე არ ხდება, ისტორიიდან ვიცით. ამ შემთხვევაში საოკეანო სავაჭრო გზები გადაიკეტება იმ და არ იქნება სტაბილური, ახლა გემს გაუშვი და ჩაგიძირავს სამხედრო გემი. ტანკერი თავს ვერ დაიცავს და ვერც მშრალი ტვირთების მზიდი გემი თავს ვერ დაიცავს. ამიტომ სახმელეთო გადაზიდვები პრიორიტეტი ხდება. ჩინეთისთვის ეს სტრატეგიული მნიშვნელობის არის, ინდოეთისთვის. მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიჩინოთ ამ შემთხვევაში სტრატეგიული მოთმინება და პრინციპულობა და გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის მიუხედავად ახლა ომი მიდის ხო უკრაინაში, მაგრამ ომიც რომ დამთავრდეს, რასაც მე დაახლოებით 27 წლის ბოლო 28 წლისთვის ველოდებ, ომიც რომ დამთავრდეს, ევროპას და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგება. დიდი ხანი არ აღდგება.
ერთგვარი რკინის ფარდა იქნება ჩამოშვებული შორის სავაჭრო ურთიერთობებში და ამ შემთხვევაში რუსეთს აუცილებლად ჭირდება სათადარიგო მარშრუტი იგივე ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის. იმიტომ პირდაპირ ურთიერთობები დღეს მინიმალურ დონეზეა და მომავალშიც ასე იქნება. ამიტომ რუსეთისთვის ეს სამხრეთი კარიბჭე საქართველოზე, აზერბაიჯანზე ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის და ეგზისტენციალური მნიშვნელობის. ეს მათ ესმით. აქედან გამომდინარე, მაგრამ რუსეთს ამავე დროს აქვს საჭიროება, რომ ევროპული საქონელი შეიტანოს რეგულარულად. რატომ? იმიტომ რომ მთელი ეს მოწყობილობები, ელექტრონიკა, ინდუსტრიული სამრეწველო დანადგარები, ეს ყველაფერი ძირითადად ევროპულია შეძენილი. მათ ჭირდება მომსახურება სათადარიგო ნაწილები, ავტოპარკის ნახევარზე მეტი ევროპული მანქანებია, ხო, Mercedes-ი, BMW და ასე შემდეგ. სატვირთო ავტომობილების სპეცტექნიკა, გერმანული ტექნიკა ძალიან ბევრი, სათადარიგო ნაწილები საიდან უნდა ეიშოვა. საბურავები და ნათურიდან დაწყებული ძალიან ბევრი ევროპული რაღაცა იქ. Siemens-ის ტურბინები და Siemens-ის ელექტრონიკა, ხო, Siemens-ი სერიოზულად მუშაობდა რუსეთში აწეული. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის აი საქართველო და სამხრეთ კავკასია ეგზისტენციალურია ევროპასთან ვაჭრობისთვის და ევროპულ ფირმებსაც ეხლა პოლიტიკურად ესმით, რომ პირდაპირ ვერ ექნებათ, მაგრამ ფირმებსაც ახლა კაპიტალი რისი და ბიზნესმენია რომ მოგება არ იშოვოს. იმათაც უნდათ რომ იყოს ესე ფორტუჩკები რუსეთთან სავაჭროდ რომ ფული მიიღო თავის საქონელში. ამიტომ აგრეთ უგვიან რუსეთშიც მომწიფდება ეგ სიტუაცია, ჩვენ ხედავთ აგერ მაგალითისთვის კაი შედარება აზერბაიჯანი. ნახეთ როგორ დაიწყება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები. ძალიან საინტერესო საკითხია, თუმცა დღევანდელ პირობებში. ხო, დაიწყება რის გამო, რომ რუსეთის ანტისაჰაერო სისტემა შემთხვევით ჩამოაგდო აზერბაიჯანული სამგზავრო ხომალდი. დააზიანა და მე დაждდა ის ყაზახეთში. და დაიღუპა გადარჩა ნაწილი, მაგრამ 38 კაცი დაიღუპა. რასაც რუსული მხარე არ აღიარებდა. ალიევი ითხოვდა, როგორც არის წესი საერთაშორისო პრაქტიკაში, რომ შენ ჩამოაგდეს ხვისი თვითმფრინავი, ბოდიში უნდა მოიხადო, კომპენსაციები უნდა გასცე, გამოძიება უნდა ჩაატარო, იქ შავი ყუთების მიღების შემდეგ გამოძიებას ძალიან დიდი დრო აღარ უნდა. შავი ყუთები იქნა ამოღებული და რა ვიცი, თითქმის ერთი წელი გავიდა იმის მერე, ხო? და ალიევი კაცრად ითხოვდა ბოდიშის მოხდას პუტინისგან. როგორც ჩანს მოსკოვში ჩათვალეს, რომ ეხლა აზერბაიჯანი ჩვენი დონის არ არის და ჩვენ რა ბოდიში უნდა მოვუხატოთ. და ცდილობდნენ თავი აეროდებიათ ეხლა ვითომას გაიწეს რამდენი ხანი, მაგრამ ალიევის პრინციპულმა პოზიციამ რა გამოიწვია გუში, შეხვდნენ ტაჯიკეთში ალიევი და პუტინმა შეხვედრაზე ბოდიში მოუხადა, აღნიშნა რომ კომპენსაციას გადაუხდი და დაზარალებული არის პირველ რიგში ის ადამიანები და ოჯახები, ვინც დაიღუპა და ასევე აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანია აზალი. და ის გადაიხდის კომპენსაციებს. აი ასეთი პრინციპული მიდგომით შესაძლებელია პრობლემის მოხსნა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სამართლიანი იყო აზერბაიჯანის პრეტენზია. აზერბაიჯანმა უკან არ დაეხია და ის ფაქტობრივად ძალიან კარგი მომანისებელია. ხო. აი იგივე ვარიანტი შეგვიძლია ჩვენ ხაზეთები მარტივად. ზუსტად პრინციპული პოზიცია უნდა გქონდეს. იმიტომ რომ დადგა დრო, რომ რუსებს სჭირდება სამხრეთ კავკასიაზე გასასვლელი გაცილებით მეტად, ვიდრე ჩვენ გვჭირდება. ჩვენც გვჭირდება ხა რა თქმა უნდა რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ტრადიციულია და აუცილებელიც რომ რაღაც კეთილდღეობა მზარდი იყოს, მაგრამ ამავე დროს თუნდაც იგივე საქართველოს ვაჭრობაში რუსეთი მეცხე ირობს ვიდრე ჩვენ. რატომ? იმიტომ რომ მათგან მეტი საქონელი შემოდის. თუმცა ჩვენც ვყიდით, ხო? ამიტომ ეს ვაჭრობა არ უნდა მოხდეს ვაჭრობის პოლიტიზირება რა. ვაჭრობა და ეკონომიკა სხვაგან ზუმილებაა და
აქ პრაგმატულად პოლიტიკას სხვა. აი პოლიტიკას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სხვა და ამ პოლიტიკურ განზომილებაში ჩვენ პრინციპული სამწუხაროდ ეს ხომ საჯარო და არის ქცეული ბატონო ირაკლი დღევანდელ პირობებში პოლიტიკა ეკონომიკასთან მიმართებაში. ხო, და ჩვენ ვთხოვენ, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა გავაერთიანოთ, დასავლეთიდან მაგას ვთხოვენ და ამიტომ იყო ის მოთხოვნა, რომ სანქციები დაუწესეთ რუსეთს და ასე შემდეგ და ახლა რომ ეგრო გაგვეკეთებია და ვუყურებოდეთ. ჩვენ გვაქვს ბოლო 3-4 წელიწადში თითქმის გამოვარვაგეთ ეკონომიკა. 9%-ით საშუალოდ იზრდებოდა ქართული ეკონომიკა ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველ წელს. ახლა 7 და 9%-ია. ახლა სოფლიო ხო 7.5 არის პროგნოზი სოფლიო ბანკის და 7 თუ მე მგონი 7 და როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს სოფლიო ბანკი რასაც პროგნოზირებს დაახლოებით 1.5% მინიმუმ უნდა მიუმატო და რეალურად ის იყო. ანუ მეც დაახლოებით 8.5%-ს ველოდები ზრდას წელს 2025 წელს და ეს მაგარი ზრდა ამ ლიბერალური ასეთი ევროპაში არც ერთ ქვეყანაზე არ არის ასეთი ზრდა. სოფლიოში პირველები ვართ ეს ტემპით სოფლიოში პირველები ერთ წელს შარშანწილი ერთ პატარა ქვეყანას ჰქონდა რაღაცა 22%-იანი დამარა ის რაღაც დიდი პროექტი დაიწყო აითვლება. ჩვენი მეზობლები გაცილებით სომხეთი მაგალითად 5%-ის და ელოდება წელს, აზერბაიჯანი უფრო ნაკლებს 3%-ს. რუსეთში 1%-იანს და 1.1%. იგი ცნობილება შეიძლება იყოს კიდევ. კი, ბოლოს გამოჩნდება, მაგრამ რო წინასწარი პროგნოზები ასეთია და ევროპაში რეცესია, მთლიანად რეცესია არავინ არ იზრდება. შეერთებული შტატები იზრდება, ჩინეთი იზრდება და ნუ საქართველოს და ეს არ არის თავისით მოსული. ეს არის მშვიდობის პოლიტიკის შედეგი, რასაც ეს ხელისუფლება ატარებს. მაგრამ მე რას მან ოფიციალში უფრო მეტი შეიძლება. აი საქართველოს რო ქონდეს სუვერენული განვითარების გზა ეკონომიკის, გაცილებით მეტის გამიღწევა შეიძლება. ორნიშნავს დის უზრუნველყოფა შეიძლება. ძალიან მარტივად. ბატონო, რა მაინტერესებს, ძალიან საინტერესოა ერთი მომენტი. ახლა რუსეთთან მაინც უნდა რომ აფხაზეთს, იმიტომ რომ ასე თუ ისე რუსეთი მაინც აფხაზეთისთვის არის ერთ-ერთი მთავარი პანაცეა, ასე ყოველ შემთხვევაში მათ ეს წარმოდგენილი და აი ჩვენ რა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩვენ აფხაზები უკვე ჩვენთან წამოვიდნენ ისე რომ მართლა და ბოლოს დავიჯერონ ამ აფხაზებმა და ჩვენ რა გავაკეთოთ ამისათვის აი თქვენი როგორც ამხელად ასეთი დონის ასეთი რანგის პოლიტოლოგისათვის მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი მოსაზრება გექნება იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ აფხაზები როგორ შეგვიძლია ჩვენს ხარეს გადმოვიყვანოთ. ფიქრობ რომ ორი მოძრაობა უნდა იყოს პარალელურად. ერთი ის რომ ძალიან პრაგმატული და დიდი შეთავაზებაა დასაკეთებელი, ოღონდ დეტალიზირებული, უფრო დეტალიზირებული, ვიდრე დაუშვათ ის $10 მილიარდ ჩავდებთ. ეს ერთია, ეს დიდი შეთავაზებაა, მაგრამ უფრო დეტალიზირებული დაინახოს ადამიანმა კონკრეტულად ის რას მიიღებს ამ ყველაფერს. ხო, რამდენი იქნება ხელფასი, რამდენი იქნება პენსია, რა სადი მუშავებს თუ არა საერთოდ და ასე შემდეგ. აი ეს უნდა დავანახოთ უფრო ვიზუალიზაცია ამის საჭირო, ეს ერთი მშვიდობიანი პოლიტიკა, გარანტიები, ეს ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ, ეს აუცილებლად ერთ პაკეტი და მეორე ხალხი რა თქმა უნდა თანახმაა, რომ მშვიდობა იყოს და მშვიდობის უბრალოდ სისხლში იზრდებოდეს, მაგრამ პრობლემა არის ელიტა. ელიტა ახლა დღეს აფხაზეთში ვინც არის ელიტა, მათ რას შეაწყობს რამე ცვლილება ეგრე ზის რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს. დაახლოებით $160 მილიონ ყოველწლიურად რუსეთი იხდის, მაგათ შენახვაში კი ნახევარი უკან მიაქეთ კორუფცია მაგათი თაროარი ეგეთი უნდა, მაგრამ კაი რაღაცა ინერტული მასალებს ყიდის სოჩაში ზოგი ჩინოვნიკები. მოკლედ პარაზიტების გუნდია ხელმძღვანელობაში, რომელიც ხალხის ხარჯზე იწუწკნის თავის ესე, მაგრამ მათთვის საინტერესო არ არის, ხო არ არის რაღაცა ისტორიული ფიგურები და მოაზროვნეები, რომელიც შორს იხედებიან. ამიტომ აქედან გამომდინარე, მაგათთან საუბარს ჩვენ ხალხს უნდა ველაპარაკოთ.
ამ მართლ ელიტასთან საუბარს ჩემი აზრით აზრი არ არის დღეს. მათ უნდა მიიღონ დავალება მოსკოვიდან, რომ დაჯექით სალაპარაკო. აი მაგ შემთხვევაში მოცუქცუქებიან და დაждდებიან. ეგენი თავის თორებს ვერ გადაწყვეტენ. არც აქვთ უფლება. ეგენი ყოფილები არიან იმ რუსული ფულით ცუცქბეთ. ამ შემთხვევაში ბატონო ჩვენთან მოდარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც უნდა იყოს მზად ამისათვის, ხო? აი რაზეა წამსვლელი, რაც შეიძლება იყოს ეს როიტყვიან ეს დეფასი შეიძლება გაჩერდეს, ხო? ჩვენი უმთავრესი საკითხი სანამ საბოლოოდ შეთანხმდება ყველაფერი რაღაც ამას დრო უნდა მოლაპარაკებები შეიძლება რა ვიცი 1 2 3 რაუნდი 10 რაუნდი დევნილების დაბრუნება გარანტიებით. ეს არის პირველ რიგში რუსეთთან შესაძლებელი. მსგავსი რამ მოხდა 2003 წელს თებერვალში გალის რაიონში დაბრუნდა თითქმის ეტაპობრივად 30,000 ქართველი. თებერვალში 2003 წელს დაიწყო ეს პროცესი პუტინის შევარდნაძის შეთანხმების დროს. დაიწყო თუ არა ეს პროცესი და დასავლეთმა ნახა თუ არა რუსეთი და საქართველო ალაგებდნენ ამ კონფლიქტს აგვარებდნენ, ჩამოაგდეს შევარდნაძე. მე ვარ დარწმუნებული, რომ შევარდნაძეს გადატრიალება მოუწყვეს დასავლეთიდან ზუსტად იმის გამო, რომ მასა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება რუსეთთან ერთად. და მართლა რეალურად დაიწყეს ხოლმე დღემდე ცხოვრობის ის კავა. ამიტომ ეს არის ბზეჟინსკის გეგმა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მთელ კალზე უნდა იყოს ცეცხლოვანი კარი. მათ შორის უკრაინა, ბალტიისპირეთი, ბელარუსი არ გამოვიდნენ აღწევენ ამას. აღწევენ რა თქმა უნდა, კი, აღწევენ, მაგრამ ამას რუსებიც უწყობენ ხელს. იმიტომ რომ არაპრაგმატულ, არასწორ მიდგომებს აკეთებენ. რუსეთმა უნდა აირჩიოს როგორი პოლიტიკა იცით, ნულოვანი პრობლემების პოლიტიკა მეზობლებთან. აი ამ მიდგომით თუ იხელმძღვანელებს ყველა მეზობელთან მარტო საქართველოსთან და ყველა გამაღიზიანებელი ფაქტორის მოხსნა. ეს უნდა გააკეთოს. კი, მაგრამ გააკეთებს ამას რუსეთი ამაში ასაკ. ნუ მაშინ რუსეთი იცით რა არის ვერ გაუკლავდება ორ სამფრონტზე სიტუაციებს. ახლა ჩვენ სიბზნე გამოვიჩინა ბიძინა ივანიშვილმა და ახლა მეზობელი ქვეყნის ლიდერის სიბზნეზე ვერ იქნება ყველა ქვეყანა დამოკიდებული. ეხლა რომ სადმე ყაზახეთმა და უზბეკეთმა დაუწყოს პირობითად სამხედრო მოქმედებები, რუსეთი ორ ფრონტზე ვერ გაკაჩავს. ცუსიმა იაპონიასთან რატო დამარცხდა, იმიტომ რომ ორ ფრონტზე უწევდა ყოფნა. შორეულ აღმოსავლეთში იაპონიამ დაამარცხა მაშინ რუსული ფლოტი. და ეს იყო სირცხვილი რუსეთის ისტორიაში პირდაპირ ასე ჩაწერა. დინაკეებინებოდ ყირების ომი, ხო? ანუ ორ ფრონტზე ბრძოლა ძალიან რთული. ორზე და აქ შეიძლება გავუკეთონ სამი, ეგრე მოლდოვა, ტრანსნისტრიეთი, კავკასია, იქ ცენტრალური აზია, იქ ბალტიისპირეთი, უკრაინა უკვე მოქმედებაში მოყვანილი და რისკები განუზომოდ დიდია რუსეთისთვის და რუსეთისთვის ეს არის ყოფნა არ ყოფნისები. ამიტომ იძულებული იქნება ეგ ჩვენს პრინციპულ პოზიციას ადრე თუ გვიან დაეთანხმოს. ეს ძალიან კარგი მომენტია შეთანხმების, მაგრამ ახლა რუსეთი საერთოდ უკანა რუსეთს არ იხევს სამწუხაროდ და საუბედურო და არც არავის არ მოაჭრობს, როგორც თვითონ აცხადებენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია რომ უკვე აი თქვენ ძალიან სწორად ვძანეთ თავიდან ბატონო ირაკლი, უკვე დადგა მართლა ძალიან სერიოზულად გება უკვე საკითხი თუნდაც ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არ არის საუბარი მარტო. აქ უბრალოდ არის ამ ტენდენცია, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა რუსეთის მხრიდან, რომ კიდევ თუ არა სხვა ქვეყნებს უნდა წაართვას აუცილებლად ტერიტორია, სხვა ქვეყნების ტერიტორიით უნდა რაღაცნაირად უნდა სიკეთე ნახოთ და ასე შემდეგ და მათ შორის პირველი აღმოსავლეთ იგი საქართველოდან მოლდოვა, ხო, მაგრამ მოლდოვაში რაც მოხდა, ყველა კარგად იცის და იქაც ისე არ ხდება ყველაფერი როგორც ამას სადავშვათ ობიექტურობა მოითხოვს, ხო? მაგრამ მე მაინც საქართველოს მგონია ჩემთვის ყველაზე მგონია კი რა საქართველოს ჩემთვის ყველაზე მთავარი და ესე იგი მე მაინც თქვენი მე მაიმედებ და სხვათა შორის ოპტიმიზმის და ასე ვთქვათ გარკვეულ საშუალებას მაძლევს თქვენი გამოსვლა და დღევანდელი თქვენი ანალიზი, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ხალხად ხართ ამ პროცესებში გარკვეული
რომ მართლაც უკვე დგება ის საკითხი, რომ როდესაც რუსეთმა დაიწყო საკვირველება, რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რომ ის ყოველთვის ითხოვს მაქსიმუმიდან ითხოვს ყოველთვის მოლაპარაკების დაწყებას, ხომ ასეა? საერთოდ კი ბატონო, ეს მოლაპარაკების ტექნიკა და იმას იყენებენ, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში მე თავარი შეცდომა რაც მაგათმა დაუშვეს მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ის, რომ ისინი ცდილობდნენ სარკისებურად ემოქმედათ, რასაც დასავლეთი აკეთებდა, იგივეს აკეთებდნენ ესეთ სიმეტრიულად. და აი იყო მთავარი შეცდომა, ანუ დასავლეთის დაბიჯებზე ამათ რო ეპასუხათ და სამართლიანი მიდგომები განახორციელებიათ, ეხლა ეგენი იქნებოდნენ გაცილებით უკეთ სიტუაციაში და კონტინენტის მინიმუმ კონტინენტის ლიდერები. და როცა შენ აბორიგენ მოსახლეობას 300,000 კაცს გამოყრი და მე ამას ესე იგი აღარ აბრუნებ უკან და გინდა იქ ანექსია შეერთება რაღაცა და ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. ანუ ცდილობენ მიბაძონ ამერიკელებს. ხო, ამერიკამ აღიარა კოსოვო და მას სურს რომ მიბაძოს და ამ მიბაძვაში ზიანდება საკუთარი ინტერესები. თუ ეგენი არ მოქმედებენ სამართლიანად ვინც მოქმედებს, მერტი იმას აჯილდოებს. ეს ჩვენთვისაც გაკვეთილია და სხვებისთვისაც. მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე ჩვენ ვერ ვისაუბრეთ და ვერ ისაუბრებ ბატონმა ირაკლიმ, იმიტომ რომ ბევრი რამე დახურულია ჯერფასო ტელემოყურებლებო. ჩვენ აფხაზებმა უნდა იცოდნენ და არა მარტო აფხაზებმა, უსებმაც უნდა იცოდნენ ერთი რამე, რომ ბოლოს უკვე ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. დასაწყისი და დასასრული ერთგვარს. სამყარო არის მხოლოდ სასურველი, მაგრამ ეს სამყაროს ნუ შევადარებ ჩვენ ახლა ნურს აფხაზეთს, ნურს საქართველოს და ნურს კიდევ თუნდაც სოფლიოს სოფლიოსაც თავი დასასრული გააჩნია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სერიოზულად არის დასაფიქრებელი უკვე სერიოზული რაღაც აზრებია ბატონო ირაკლი გასაჟღერებელი, თუ საითკენ შეიძლება ჩვენი ვექტორი გადავხაროთ და უფროსად გადაიხაროთ ესე იგი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის, ქართულ-რუსული ურთიერთობის ვექტორი და როგორ შეიძლება ჩვენ რაღაცა გარკვეულ შედეგებზე გავიდეთ და გარკვეულ კი არა, შედეგები ერთი უნდა იყოს ამ შემთხვევაში. აქ არ არსებობს ნახევრად და შუალედური შედეგი. მე ასე ვფიქრობ. აქ არსებობს პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ჩვენ ვართ აფხაზებთან ერთად და ერთად ვაშენებთ საქართველოს ახალ სახელმწიფოს, ან ერთად არ ვაშენებთ ამ სახელმწიფოს. კი ბატონო. ან ერთი, ან მეორე, ან ერთი უნდა გავაკეთოთ, ან მეორე უნდა გავაკეთოთ. ახლა ჩვენ რაც ხდება ახლა აფხაზეთში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური რა ხდება და რა სიტუაციებია ეს ძალიან კარგად ვიცით და თუნდაც თქვენ ძალიან კარგად ვიცით რომ დემოგრაფიული ზამთარია აფხაზეთში და ასეთაც ხადია. ახლა მესამე 4 ადგილზე სულ მალე გადაინაცვლებთ ახლა აფხაზეთის მოსახლეობა მათ ეგონათ რომ თუ ქართველები არ იქნებოდნენ და არ იცხოვრობდნენ აფხაზეთში, მაშინ აფხაზები პირველები იქნებოდნენ, მაგრამ ახლა წმინდა ადგილი არასოდეს ცარიელი არისება და ზუსტად აფხაზეთი წმინდა ადგილია, სადაც სხვების არიან, ხო? მარტო აფხაზები კი არ არიან და მარტო ქართველები კი არ არიან. ის სხვა ეროვნების ხალხიც არიან, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ აფხაზეთი ის მიწა წყალი, რომელსაც ისინი არ შეესაბამებიან. მე ესე გამიგია, რომ კადრაში დუდუკის დაკვრის გარეშე ვერ გაივლივ. საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. ჯერფასო ტელემოყურებლებო, დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ფონდელი საუბრისათვის, ფონდელი ასეთი შინაარსიანი საუბრისათვის და ჩვენს უკვე შეიძლება ითქვას გარკვეულწილად არის საწყისი ჩვენი საუბრის, იმიტომ რომ როგორც მე შევამჩნიე და როგორც კი თქვენც შეატყვეთ ალბათ, ბევრი საკითხები დადგება სულ ახალ კონტექსტში, სულ ახალი მიმართულებით დადგება საკითხები და ჩვენ ამ საკითხებზე მოგვიძებს ალბათ ძალიან სერიოზულად და ძალიან საინტერესო საუბარი. დიდი მადლობა ზეპოზიტალო მოყოლებო, რომ გვისმენდით, მომავალ შეხვედრამდე.